მეგობრებო, ესეთი გასვლანა შემოგთავაზეთ ახლა. რამოდენიმე ხნის წინ იყო ეს თხოვნაც თქვენი ჩემი ერთ-ერთი გამომწერისგან. თხოვნა იყო ასეთი, როგორ მიმდინარეობს თქვენი პარტნიორის ჩაფიქრებულის ცხოვრება სხვა პარტნიორთან. ზოგისთვის შეიძლება იყოს პარტნიორი, ზოგისთვის შეიძლება იყოს უკვე ოფიციალური მეუღლე. ფიქრობს თუ არა თქვენთან დაბრუნება, სენატრებით თუ არა და რა ხდება მათ შორის, ეს აინტერესებდათ. მოდი გავიგოთ, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა, ლაიკები, კომენტარები, გაზიარებები, გამოწერა, ძალიან გთხოვთ, იაქტიურად არ დაგეზაროთ, ენერგოცვლისთვის აუცილებელია. ვინ ხართ თქვენ? იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. თქვენ ხართ ძალიან დიდი გულის ტკივილის ადამიანი. ბევრი გულის ტკივილი, ბევრი ხანჯალი გაუყრიათ თქვენთვის ცხოვრებაში, გულში, ზურგში, გონებაში, ბევრჯერ დამთრგუნველი ემოციების გადატანა მოგიხდათ, იმიტომ რომ ვიღაცის მხარდამჭერი იყავით, ვიღაცის მხარდამჭერი ისეთ ნათქვამია. ვიღაცას ასე ვთქვათ, გამოესარჩლეთ, ვიღაცის სიმართლეს იცავდით, ვიღაცის სიყვარულს იცავდით. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი მეგობარი, გოგონა, ბიჭუნა, გაშლა ორივე სქესისთვის არ თქვენ თავზე მოერგეთ ორივე სქესმა. ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, გულნატკენი ცხოვრებისგან, პრინციპში ასე გაჩვენებთ სამყარო და ბევრი გულის ტკენა გაქვთ გადატანილი ცხოვრებაში, იმაზე მეტიც კი, ვიდრე თქვენ ასაკთან შედარებით უნდა გადაგეტანათ. შეიძლება თქვენი დაბადების თვე იყოს მე-10 თვე, ან 10 რიცხვში იყოთ დაბადებული, არ არის გამორიცხული, 10-იან მაღალი არკანით გაჩვენება, რომ ძალიან ცვალებადი პიროვნება ხართ, საერთოდ რაღაცა ფიქრებში, გეგმებში, მიზნებში ძალიან ხშირად იცვლით ხოლმე თქვენ მსოფლმხედველობას და მიმართულებას. სამუშაო რეჟიმი იქნება, პროფესიული საქმიანობის არჩევა იქნება, პარტნიორული ურთიერთობები იქნება. საერთოდ ძალიან ცვალებადი პიროვნება ხართ, 10 რიცხვში დაბადებული ხართ, არ ხართ საერთო გაშლაში ეს დეტალებს ყვები ხოლმე, რომ ყველამ, ასე ვთქვათ, ბევრი ხართ მაყურებელი და მიხვდეთ რამდენად თქვენზე შეიძლება ეს გაშლა იყოს. ბედის ბორბალით იმასაც გეტყვით, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ გულის ტკენა პირადულში, უფრო მეტად პირადულზე აქვს საუბარი და ვიღაცების სვავები, ყვავები, ბუების ასე ვთქვათ, დამსახურებით შეიძლება პირადული ცხოვრება დღემდე ვერ მოგიგვარებიათ და რაღაცნაირად ვერ ალაგებთ, ვიღაცების ენებზეა დამოკიდებული, თუ რაზე იყო ქმედებებზე, თუ რაღაცა ეშმაკობებზე, ეს ყველას თქვენი გექნებათ, მაგრამ ძირითადად გულის ტკენა გაქვთ პირადულში, რომ ვერ დაალაგეთ ისე, როგორც თქვენ გინდოდათ და ვერ წარიმართა დღემდე თქვენი პირადული ცხოვრება. იმ ასპექტში და კონტექსტში, როგორც თქვენ გინდათ და გესიამოვნებათ, აპატიეთ. მაგრამ სამაგიეროდ ესეთი კარგი გამოთქმა აქვთ რუსებს და ეხლა ვიცი, რომ რაღაც ნაწილი ამაზე შეიძლება აგრესიული კომენტარიც დამიწერონ, მაგრამ ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, უბრალოდ ანდაზა აქვთ ძალიან კარგი ესეთი რუსებს, не везет в любви, повезет в деньгах. ან პირიქით, თუ ესე იგი რაშია საქმე, თუ სიყვარულში არ გიმართლებს, გიმართლებს სხვა რაღაცებში, ფინანსებში, გამომუშავებაში, მოგებაში, რაღაცნაირ იღბლიანი პერსონაჟი ხართ, მოდი ესე ვიტყოდი. შეიძლება ლატარიებში ხშირად იგებთ ხოლმე, თუ თამაში გიყვართ ლატარიის, კაზინოში თამაში თუ გიყვართ, ხშირად მოგებული უფრო რჩებით, ვიდრე წაგიგიათ ხოლმე, შესაბამისად სტანდარტულად რო შეუსაბამოთ და შევაფარდოთ ერთმანეთთან. ტოტალიზატორი აქვე არის რაღაცა ფსონების დადება თამაშებზე, დოღზე, არ ვიცი, ნებისმიერ თამაშზე, რომელმაც შეიძლება მოგება მოგიტანოს, ხშირად აი ესეთ მოგებულ პერსონაჟად და სამყაროსგან პრინციპში ბედის ბორბალი თქვენსკენ იხრება, თქვენი გამარჯვებისკენ იხრება ყველა შემთხვევაში. ეხლა გაჩვენებენ, რომ
თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორთან ხუთიან ხმალი გაკავშირებთ, ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც ამ კონფლიქტით, ასე ვთქვათ, ერთგვარად დაპაუზებული და ჩიხში შეყვანილია თქვენი ურთიერთობა ორიან ხმალი, რომელიც კალოდის ძირში ამოდის, ჩაკეტილი ხართ ერთმანეთთან კონტაქტისგან, აქ არ არის მიწერ-მოწერა, აქ არ არის შეხვედრები მით უმეტეს, აქ არ არის საერთოდ არაფერი არ იცით, მოდი ესე ვიტყვი ერთმანეთთან მიმართებაში დეტალები, ვინ როგორ ცხოვრობთ, რა სიტუაციაში ცხოვრობთ და როგორ მიდის თქვენი ცხოვრება, აი ამ კონფლიქტის შედეგად ხუთიან ხმლით არც ერთი კმაყოფილი არ დარჩით, მინდა გითხრათ, მაგრამ გამოხატეთ მაქსიმალურად. ცივი სიტყვებით შეიძლება აგრესიით, აი რაც მოგადგათ ერთმანეთს უთხარით და აკადრეთ, ისეთი ნათქვამია, მაგრამ აი რაც რაღაცნაირად დაგროვილი გქონდათ წყენა, თითქოს ერთიანად ამოისუნთქეთ ერთმანეთის მიმართ, თქვით ის წყენა და ის გულის ტკივილი, რაც არ გსიამოვნებდათ ერთმანეთის ქცევა იქნება თუ მოქმედება თუ სიტუაციურად ვის როგორ გაქვთ, ყველამ თქვენი იცით. ეხლა კიდევ ვიმეორებ, ჩაკეტილ სიტუაციაში ხართ, კონტაქტი არ გაქვთ და არ იცით რა ხდება მის ცხოვრებაში. თუმცა იცით, აქ ყველა ვარიანტი არის საუბარი იმ გაშლაზე, სადაც თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს ყავს პარტნიორი. მეუღლე ზოგისთვის ოფიციალური თუ არა მეუღლე, ეს უკვე ყველას თქვენი გაქვთ და საერთო გაშლაში ასეთიც იქნება და ისეთიც, მაგრამ მოდი გავიგოთ თუ ხედავთ რომ თქვენია გაშლა და ენერგიას ატყობთ, რა ხდება მის ცხოვრებაში ეხლა. თქვენ გარეშე. მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ალბათობით დაქორწინებულია და არის პენტაკლის დედოფალი, შეიძლება მიწისტიქიას წარმოადგენდეს მისი მეუღლე არის ეს არის პენტაკლის დედოფალი, მეუღლის კარტი, რომელიც ძალიან რესურსულია, კარგად გამოიმუშავებს, კარგი დიასახლისია, ბრწყინვალეა, თავისთავი უყვარს და ძალიან კარგად შემოსვა უყვარს და ესე იგი მაქსიმალურად ჭყვიალებს და ბზინავს მისი მეუღლისთვის, რომ თვალში მოსახვედრი იყოს და ძალიან ემოციური და ფიზიკური მიზიდულობაც ამ კარტით, ეშმაკის კარტით გეტყვით, რომ აქვთ მათ დამოკიდებულები არიან მათ ერთმანეთის ენერგეტიკაზე, ასე ვიტყოდი, მე-15 მაღალი არკანი, ეს არის მიზიდულობა, ეს არის ეჭვიანობა, ეს არის ადამიანის გარეშე რო არ შეგიძლია 1 წუთი, 1 საათი რო გავა უკვე მაქსიმალურად გენატრება და გინდა და გაინტერესებს რა შვება უშენოთ. ეს არის რაღაცნაირად დაბალ ვიბრაციებში და დამოკიდებულებაში რო გაგდებს ისეთი ქალბატონი, თუმცა ეს ქალბატონი არის შენთვის ძალიან ღირსეული, ფასეული, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მას როგორც ოჯახში, როგორც დიასახლის, ასევე როგორც შენ მეუღლეს, შენ თანასწორს, ღირებულ ქალს, ვინც იმსახურებს, ასე ვთქვათ, პატივისცემას და ყველა რესურსის როგორც მამაკაცისგან ჩადებას ამ ურთიერთობაში და ამ ოჯახურ კავშირში. ურთიერთობა პრინციპში კარგად მიმდინარეობს მათ შორის 21 მაღალი არკანი შემიძლია გითხრათ, შეიძლება ახლა არ არის გამორიცხული რომ საზღვარგარეთაც არიან, არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება იყოს დროებითი გადაადგილება და დასვენების პერიოდი მათი შვებულების, ასე ვთქვათ, ერთგვარი საზღვარგარეთ გასეირნების და დაბრუნების მომენტი, ზოგისთვის შეიძლება იყოს უბრალოდ ემიგრაცია, რომელიც ოჯახი მთლიანად წავიდა და თქვენგან ყველა ვარიანტში ძალიან შორს არიან. შეიძლება მათ მაპატიეთ მის Instagrams, Facebooks, TikToks, ასე ვთქვათ, მხოლოდ შეგიძლიათ დააკვირდეთ სოციალური ქსელი და ინტერნეტის კავშირით, იმიტომ რომ 21 მაღალი არკანი ეს არის გლობალური კარტი, სადაც გლობალურად მასები, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის ხალხი ყველა ერთად იკრიბებიან, ასე ვთქვათ და იქ გაქვთ შანსი რომ დააკვირდეთ ამ ადამიანს, თუმცა ეს ადამიანი მაქსიმალურად ძუნწის როლშია თქვენთან მიმართებაში და თავის რესურსს არ დებს, არაფერს არ გეუბნებათ, არაფერს არ გწერთ, არაფერს კონტაქტზე არ გამოდის თქვენთან მიმართებაში. რაღაცნაირად ავადმყოფურად განცდის, მინდა იცოდეთ თქვენთან განშორებას. შეიძლება ლოგის მიჯაჭვულიც კი იყო სტრესულად და არა რაღაცა ფიზიკური დაზიანების დონეზე, სტრესულად შეიძლება ეს ქალბატონი ვიდრე მისი მეუღლე გახდებოდა, მას ადგა თავზე და მკურნალობდა, ასე ვთქვათ, მის ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც თქვენთან დაშორების და ამ კონფლიქტის შედეგად მოხდა, რამაც პრინციპში მისი მკურნალობის შედეგიდან გამოვიდა ისე რომ უმკურნალა ისე რომ გახდა მისი მეორე ნახევარი. თქვენთან დაკავშირებით რა გრძნობები და რა ემოციები აქვს მას
ის რომ წავიდა, ემოციები დატოვა, შებრუნდა, იცის რომ სტრესით დაგტოვათ და ტირილში დაგტოვათ, მაგრამ იცის ისიც რომ თქვენ იყავით მისი ცხოვრების ერთგვარი საჩუქარი სამყაროსგან.